საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა სამუშაო შეხვედრა გამართა კახეთში სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტის მერებთან. განიხილეს განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები. საუბარი შეეხო კომპანიასა და ფერმერებს შორის წყალსარგებლობის შეთანხმების გაფორმების აუცილებლობას. გავეცანით ადგილზე არსებულ პრობლემებს და დავსახეთ მათი გადაჭრის გზები. მნიშვნელოვანია, რომ აქვე განვიხილეთ მომავალი წლის სამოქმედო გეგმას, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ საირიგაციო პერიოდი, ისე რომ ფერმერებისთვის წყლის მიწოდება იყოს უფრო გაადვილებული და დივერსიფიცირებული. კახეთის რეგიონისთვის სოფლის მეურნეობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამყვანი დარგი და შეხედა სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ ის სარწყავი პრობლემები, რაც წამოყენებული იყო მერების მხრიდან, დროულად ყოფილიყო აღმოფხვრილი. საინტერესო შეხვედრა იყო, ერთმანეთს გაუცვალეთ ინფორმაცია ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ, ასევე დაისახა სამომავლო გეგმები. მოგეხსენებათ, რომ სულ ახლახანს სარწყავი სეზონის დაწყების წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული ლაკბეს წყალსაცავი გაიხსნა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერებისთვის.